საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ 2021 წელს და ეს არის მრავალს ჯანმრთელები, ბედნიერები, გახარებულები და რაც მთავარია კორონას და პირბადის გარეშე. Თქვენი აპლოდისმენტები, როგორც ხედავთ ჩვენი, ისევე როგორც ყოველთვის ჩემი სტუდია დღეს არაჩვეულებრივი ლამაზია, მშვენიერი და რა თქმა უნდა ჩვენ საახალწლო განწყობით გიერთდებით. მესმის რომ თქვენ ახლა სუფრასთან გზანდებით არაჩვეულებრივი განწყობა, მაგრამ აუცილებელია იუმორი. ამიტომ ჩვენი გადაცემების მანძილზე მოვიწვიეთ ადამიანები ისეთები, რომელსაც ყველგან, აი აბსოლუტურად YouTube-ზე, Facebook-ზე ყველაზე მეტი ნახვა ქონდა. ამიტომ მე მინდა საქმეზე გადავიდე პირდაპირ, თქვენი აპლოდისმენტები და არაჩვეულებრივი იუმორი დახუნწლული სტუმრები, ზურა მანჯავიძე, შოთა ლომთაძე, გეგე სულხანიშვილი, მომზანდი გეგე ჩემო კარგო და ჩუხჩუხა გიორგი ჩირგაძე. გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, მიხარია რომ კვლავ ერთად ვართ, გილოცავთ 2021 წელს და ეს არის მრავალს ჯანმრთელები და რა ვიცი ბედნიერები და მშვენივრად გამოიყურებით და იმედი მაქვს რომ თქვენი ესეთი კარგი გემრიელი იუმორი დღევანდელ დღესაც გაახალისებს ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს და აი ამ გენიალურ კარგ სუფრას იმედი მაქვს რომ დახუნძლულს თქვენი იუმორი შემატებს კიდევ ბევრ სიხარულს. ხომ მეთანხმები? და რა თავარია ეს 2020 წელი დროზე ჩავაბაროთ ისტორიას. აუცილებლად. ესე იგი, მე მინდა კულაზე გითხრათ 2 სიტყვა. ხედავთ, შეგიძლიათ მიირთვათ, კარგი იქნებოდა ღვინო, მაგრამ მე ყველაზე პატარა ვარ და დავასხამ. კი ბატონო, მოკლედ, ქართული ნატურალური წვენების, კომპოტების, მურაბების მწარმოებელი კომპანია კულა. დალიე ხილი, დალიეთ აუცილებლად ღვინო კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს გადაცემის შემდეგ. დიახ. განწყობა როგორი გაქვს? კულას ღვინო არა, კულას არა. ჯერჯერობით არა, მაგრამ თქვენაირი სტუმრებით უგვეყონება აუცილებლად რაღაცას მოიფიქრებენ. დარწმუნებული ვარ, ისეთი დრო გავიდა, მცირე, ბევრი არა, მაგრამ აუცილებლად გურჯანიდან, თელავიდან, იბერეთიდან ჩამოტანილი იქნება თბილისური ანეკდოტები ახალი და ესე იგი უნდა გავამყაროთ ის მოწონება, რაც იყო. მაშასე დავიწყოთ აუცილებლად და მინდა რომ დაიწყოს ყველაზე უმცროსმა. ჩუხჩუხა გისმენთ, ჩემო კარგო. დიდი მადლობა, ბატონო პაატა. კარგი დავიწყოთ ერთი საახალწლო თემა, რადგანაც არის დღევანდელი გადაცემის და ახალი წელია. ერთი ასეთი საახალწლო ისტორია მაქვს რა, ანეკდოტად ქცეული. კი ბატონო. პოსტაში ხდება რა, საქართველოს ერთ-ერთ პოსტაში. აჰა. პატარა ბავშვი, ცოტა ისეთი ხელმომჭირნე ოჯახიდან წერილს უგზავნის თოვლის პაპას რა. აჰა. და ეს პოსტის თანამშრომლები რო ახარისხებენ ამ წერილებს, თვალი მოკრეს თოვლის ძვირფასო თოვლის ბაბუ აწერია რა კონვერტს და გახსნეს მაინც ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცნობის მოყვარე თანამშრომელმა გახსნა და იქ წერია რომ ბავშვი უგზავნის თოვლის ბაბუას ძვირფასო თოვლის ბაბუ ძალიან გვიჭირს ოჯახში ცივა და თუ საშუალება გექნება გთხოვ გამომიგზავნო თბილი ქურთუკი ქუდი და კაშნი ხო და ამან იფიქრა რომ ეხა თოვლის ბაბუა მართლა ხო არ წაიკითხავს ამასო და თანამშრომლებს უთხრა მოდი ჩვენ უყიდოთო ბავშვიაო და ხო და უცებ რა ვის საშუალებაც ხონდა ჩამოკრიბეს უცებ ფული და წავიდნენ და უყიდეს ოღონდ კაშნის ფული აღარ ეყოთ და მარტო ქუდი და ქურთუკი უყიდეს და გაუგზავნეს ამ ბავშვს და ერთი კვირის მერე მოდის ისევ წერილი რა და ამან იცნო იმ ბავშვის კალიგრაფია და ამოიცნო და აიღო და მოდი მადლობას უგზავნის რა თოვლის ბაბუას და მოდი გავხსნათო როგორი სამადლობელი წერილი აქო ერთ და ჩვენ თავზე მივიღებთ ეხა ამას თავის დავათო და აიღო და წერია იქ ბავშვი აგზავნის ძვირფასო თოვლის ბაბუ მე შენი საჩუქრები მივიღე და ძალიან გამეხარდა მაგრამ კაშნი არ იყო მაგრამ არ აუშავს ეთყობა იმ პოსტის თანამშრომლებმა ამოიღეს გასაჩუქრა საახალწლოდ. ესე იგი, ღორის კლა იყო ქელეხს რო ეძახით კახეთში. როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი? რა გადავიტანე? რატო ახალი წელი იყო იცი რომ ბერძნული სიტყვა და ქართულად გვიძრი გაიდება საერთოდ. ამათმა კარგად ღორემა ვერ გადაიტანეს და ღორემა ვერ გადაიტანეს ჩვენ ენალინა ხშირავთ. აბა მოდი გითმობ ასპარეზს და ჩვენი ტელემაყურებელი გაამხიარო ეს შენი მართლაც უბადლო იუმორით. ჩემო კარგებო
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ვირის ჩონჩხი კახეთში. უკვე კაია. გაადგინეს რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში აკვდარი. აჰა. გაადგინეს რომ შავი ფერის იყო და ვერაფრით ვერ გაიგეს დედალი იყო თუ მამალი. აჰა. მიხო მოდის ვირზე გადამждარი. ფეხშველა. აი ყანწები. ვენახსარ წამდა. პროფესორი ეუნება არქეოლოგი. ბატონო მიხო, შენი ჭირი მეო. იქნება ვირამ თუ რა ცხოვრებაში ხარო თუ ვირი ყაო და იქნება გაგვაგებინო რომელია დედალია თუ მამალიო. მივიდა წაარტყა ფეხი და წაიღეთ მამალიაო. კი მაგრამ როგორ და დედალზე გამაჟრიალებდა. კარგია, დიდი მადლობა, გენაცვალე, გაიხარე. დიდხანს და ჯანმრთელად იყავი, აბა გურჯაინდა პირდაპირ თელავში გადავიდეთ. გეგე, რა ხდება თელავში? ახალი რა არის? ახალი ძველი სადამდე იყო. თოვლის პაპა ხარ, გეგე პაპა, გენაცვალე, რა გინდა? შენიღაც გამოიყურები ღმერთმა კარგად გამყოფოს. თოვლის პაპა კი ვარ, მაგრამ ისეთი არის დუტუნო მოუყვე. თოვლის პაპას არ ამგონია მოუხდეს, მაგრამ არა უშავს. ახალი წელი და ეს გადაცემა აიტანს, მიდი. კომუნისტების დროა და კოლმეურობის კრებაა და კოლმეურობის თავმჯდომარემ სოფელს ახარა. აიო ახალი წელი მოდისო, წელის ბოლო არისო და დაგვრჩა ფულიო ასათვისებელი ხო მაშინ და ვიფიქრეთო და გადავწყვიტეთო რომ ტრაქტორი უყიდოთო სოფელს, გიყიდოთო სოფელსო. ეხლა სიჩუმე ჩამოვარდა და ბოლო რიგში ის მიხა. ეთქობა სოფელში სიტყვა ეთქვის. ცოტა ხანი უსმინავს და რა ჩემ გვინდა. ეხლა სოფელმა რო გაიგო და არ გვინდა, აყვნე და არ გვინდა. ეხლა დააფიქრდა კოლმეურის თავმჯდომარე, კი ბატონო, არ გინდა თუ მაშინ კომბაინიო მოგდისო კომბაინი. კომბაინიო და სიჩუმია და რა ჩემ გვინდა კომბაინიო. ამადას არ გვინდა. ეხლა გაბარაზდა ეს კომბაინი. მიხავ, მარა გინდაო, გამაგე რა გინდაო. რა ვიდაო და მაგას არა ჯობიაო, წითელი ბუშტი ვიყიდოდო დიდიო, წაი ლამაზი წითელი, გავბეროთო და გავუშვათო. და რატო გავუშვათო და მარა ჩემ გვინდაო. კარგი. გაიგვინო გამოსვლია მიხა. მაგარი. ზურიკო. თოვლის პაპასთან ჩემო ძმაკაცო და ოქროს ადამიანო. აბა რავი, ალავერც წამოვიღებ ისე მაშინ კახეთიდან და მე ცოტას იმერეცაც მივადგები ხალბატონებიც კი შედან, მაგრამ არა, ნუ რაღაცა მაინც ახლა რაღაც სიტყვები. იმაზე უარეს ასიტყვი ხება ასე. აი თუ ვერ ვიტყვი აბა ვნახო. ერთის მერე. ცოტა გავუყვანი. მაშინ კახეთიდან დავიწყებ ისევე. მიხოს ეტყვიან რომ შენი ძოლიო ყალატობსო მოკლედ და გადაირევა და გავარდება, მივარდება ცოლს და აუ რა მოხდა, გამოტყდება მოკლედ თედოსთან გიღალატეო. მარო. აჰა. როგორ გამიკეთებო ეგეთ რამე რომ რა ვქნა უკაცო დამა შანტაჟაო. ეგ როგორო? ასე მითხრა, არ იყირო თორე დამივარდებაო. კარგია. რა შანტაჟა რა ეს? მაგასათაშია. ჩუქ, გენაცვალო, ჩემი ხავი. აბა იმერეთისკენ გადავიდეთ ისე. იმერეთისკენ გადავიდეთ, ოღონდ ეს არა იმერული ისტორია. ბატონო, მაგრამ შენ უყვები მაინც სხვა ეშხია. მულტიპლიკაციური ისტორია ცოტა. კი ბატონო. ესეთი ისტორია კურტყე არა, ჩვეულებრივი, კარგი, უღრანი ტყე. ცხოველები ბინადრობენ და ერთ-ერთი კურდღელი ძალიან შეავიწროვა მგელმა, რომელიც ტურუ არ დამჭირდეს, უშმაშურებს რა. აი ამ კურდღელს. უშმაშურებს დღე და ღამე, დღეში 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ და დაიღალა, აღარ შეუძლია უკვე, აი. რამოდენიმე კვირა გრძელდება ეს ყველაფერი და აქ უკვე კურდღელს და გადაწყვიტა რომ საჩივარი უჩივლოს, ამ მგელს უჩივლოს ლომთან. მივიდა და უთხრა ბატონო მეფეო ესე არის დამტანჯა აღარ შემიძლიაო რა. და ლომმა ცოტა იფიქრა, მაგრამ კაიო აუგზალაო, მაგრამ მგელია და მთლად ბოლომდე ვერ აუგზალაო და დღეში ერთხელო და შევთანხმდეთო. ეხლა გაგატან ფურცლებსო. შენ აღნიშნეო. რამდენჯერ თუ გადაამეტებსო აღნიშნეო, საათი, ადგილი, ყველაფერი აღნიშნეო. და ადის ეს კურდღელი ის მგელი აგზელებს კიდე შმაშურობას და
გადის ეს კურთხელი და ინიშნავს დღეში 11 საათზე, 12-ზე, მეორე დღეს, მესამე დღეს და ერთი თვე ავსებს ამ ფურცლებს და დაახლოებით ესე ამდენი ფურცელი აქვს რა. კიდე მოეშალა ნერვები და მიიტანა ამ არ გაჭრა რა ჩივილება და მიიტანა ლომთან და აგერ დაულაგა ესენი და მეფეო ის გელი მაინც ეს ბუღალტერია რაში მომაჭეჭე და ავიღალია გაზები არგიტაო გეგე აბა გისმენ აჰა მიხარი უზბეკეთში ცხოვრობს და ჩამოვიდა კახეთში რა ეს იგივე მიხარ ისე იგივე მიხარ და ჩამოვიდა და ეხლა ეკითხებიან აბა როგორი ცხოვრება არისო ისე კარგიო ნორმა ყველაფერი კარგაცო აი ეს კორონასთან საქმე როგორ აი კორონა თქვენთანაც ესე არის ეს ჩვენთანაც ესეო ჩვენთანაც და რას ვაკვირდებიშო უზბეკი მეცნიერებიო ერთი წელი ხდებაო დღე დაღამეს ასწორებენ დღე დაღამეს რომ მოიგონონო კორონას საწინააღმდეგო პრეპარატი მოიგონონო მერეო მაინც ფლავი გამოზით ამდენ მოკლედ ჩემო ძვირფასებო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის თლად პირველში რომ მოახერხეთ და მობრძანით და მოსწყდით ამ სუფრას მაგრამ დარწმუნებული ვარ სუფრასთან ისე მოხვდებით ამიტომ ჩვენი პარტნიორისგან გაგატანთ ჩემო ძვირფასებო აი ამ შვენიერ კულას აგერ და დაამშვენებს თქვენს ნამდვილად ახმელია მაგია კი ბატონო ჩვენგან საჩუქრად მანამდე კი ჩემო ზურიკო ერთი სიმღერა უნდა დაგვიტოვო სიამოვნებით აპლოდისმენტები ზურას და ხო ასეთ აფლის სანთელივით რომ დამადნო ცეცხლია თუ შენი შავი თვალებია რა იქნება ერთხელ მაინც გამიღიმო რა უღმერთოდ გაბრაზება ყვარებია რა იქნება ერთხელ მაინც გამიღიმო რა უღმერთოდ გაბრაზება ყვარებია ფრენით ზეცის ბილიგები მოვიარე ცხოვრების გზა სიყვარულით სავალია მოდი გულის სადგივარი დამიამე შენი ერთი გაღიმება ძამალია მოდი გულის სადგივარი დამიამე შენი ერთი გაღიმება ძამალია შეზევნაში ცხრამთა გადავიარე მითხარი რა მომისუჟეციარე უშენობით გულს მედება ალები არ გაგიშვებ ვერსად და მემალები თორება შენია ეს გული შენია სიყვარულით მე რამდენად იმღერია თორება შენია ეს გული შენია სიყვარულით მე რამდენად იმღერია ასეთ აფლის სანთელივით რომ დამადნო ცეცხლია თუ შენი შავი თვალებია რა იქნება ერთხელ მაინც გამიღიმო რა უღმერთოდ გაბრაზება ყვარებია რა იქნება ერთხელ მაინც გამიღიმო რა უღმერთოდ გაბრაზება ყვარებია დიდი მადლობა ზურა მანჯავიძეს და შემდეგი ოთხეული ვახო ოქრუაშვილი ხო აპლოდისმენტები ჩემო კარგებო გილოცავ გიორგი შალვაშვილი დათო ლიკნიკაძე და სკიპი უკორონება ყოფილიყოს რასთავარი დამძანდით გილოცავ ჩემო ძვირფასო მადლობა. როგორ გიკითხოთ ღმერთის წყალობით. აი ხო ხედავ შენ სკიპით გიცნობს ყველა ხო ასია რუსთავი 2 აცხადები 3-იც. ხო ამაღამ თოვლი ჩახკეტავს რიკოც მე მაინც მოვალ გორიდან თქვენთან როგორი თოვლიც არ უნდა იყოს
დაწყება მაგარი. კარგი. გორიდან მოდიხარ და რიკოთის ამბავი როგორ არის? ეგ დათოს რო ეთქვა გასაგები იქნებოდა, მაგრამ დათო კარგი, რა ხან პირდაპირ რიკოთზე გადავიდა ქუთაისში ჩემი ლექსი თქვა. ხო. როგორ შეხვდა ქუთაისი? 2021 წელს. 2021 წელს K-pop online. ეხა გამოვედი ჩატიდან და მოვედი აქ და უნდა გავაგზავნო online K-pop-ის შემდეგ ისე. კი, აი ყველა ჩქარობს და ელოდება რას თავარია თქვენს იუმორს და ანეკდოტებს. ხომ მზად ახართ ამით? მაშინ კი ბატონო, სკიპი, გადაგეკიდე, მაგრამ შენგან დავიწყოთ. აპლოდისმენტები სკიპის და დავაი, გავგამშიარო. მოკლედ მიხო დაიღალ ამდენი კორონობით და გადაწყვიტა რომ ახალი წლის ღამეა და წამოწავალო ლაპლანდიაშიო რაღაცას გავაკეთებ რაღაც ქალებთან რაღაც ჩავიდა ლაპლანდიაში და შევიდა სარუსკიპოში. შევიდა და მოითხოვა მენიუმის, ესე იგი, როგორი სექსი იქნება თუ აქ ბერნერი არისო და აბა მანახვეთო გადახედა, ესე იგი, ხო, გადახედა ნუ ამით, იმით, ასეთნაირი, ისეთნაირი და ბოლოს ერთი წერია პინგვინური. მოდი პინგვინური სექსი მაინც გამოცდილი არა მაქვს ლაპლანდიაში ვარ, მოდი პინგვინურს ვეთქვი და დაუწახა და გამოვიდა სნეგურაჩკა რა. კაი, მაგარი გოგო. უნდა წამოვდგე ფიესა, იმიტომ რომ ეს ესრულდება. ხო, ჯდომიარე სექსი დედაბატირე. ხო. ხო. ნუ ესე იგი სიტუაცია, ეხლა ეს ქალბატონი ეუბნება. იცით რა არისო? პინგვინურ სექსი არის მოთხოვნაო და ეხლაო თქვენო ჩაიწიეთ შარვალიო, ოღონდ ბოლომდე არ გაიხათოთ, აი აქამდე ჩაიწიეთო. მეო ჯოლები წავიკუზებიო, თქვენო ხელი დამატეთო, ესე ხარეს და ესე იგი რო უკვე მიხვალთ იმ პროცესშიო, რომ ესე იგი ორგაზმი განიცადოთო, 5 წამით ადრე დამიძახეთო. კი ბატონო, წავიდა მთელი ამბავი, მიდის აქეთ ყველაფერი და უკვე მოდის ის 5 წამი და ეუბნება ორგაზმში ვარ ქალბატონო და ეს ქალი გაიცალა გავარდა და სად მიდიხარ შენი და გამოვიდა პინგვინური. კარგია, მშვენიერია. კაი მენი უქონია და ვერაფერს ვერ იტყვი. ვახო, ბევრი დალი ეთყობა წუხელ, ხო? ახმელიაზე რა სიზავ 14-ში დაბადების დღე მოგს იანვარში იყო 2 კვირის შემდეგ და ემზადები აქედან. მე შემიძლია ამ ეტაპზე კულა შემოგთავაზო და მიირთვით. მანამდე შენ სანამ დაგისყავს გიორგი აუცილებლად დაგისყავს, რამე მოგვიყევი, აბა რა არის ახალი. ერთი სიტყვით ეხა როგორც ჩემი ძმა ხარ, კახელები მაინც ვერ ვეშვები რა. კარგია თა, კარგი, მშვენიერი. ხო და 20 წლის ბალღი, აჰა. კახელი საგადასახადოში დაიწყებს მუშაობას თბილისშიო და ერთი კვირის თავზე მამამის გააგებინებს რა რომ ერთი 20 კაცი უნდა ჩამოვიყვანო და აბა მიხედეო და რა სამშვიდ 100 იყოსო კაცო 200 იყოსო და საგადასახადოს უფროს ცხვირი არ აქვს ნესტოები და ცხვირი არ აქვს ძვალი არ აქვს ხუაზე ხარ და ჩავიდა ბრიგადა რა საკეიფო და ამას ეხა როგორც უფროსი კაცი დანიშნავენ თამადად აჰა ხაშლამა წვადი ხო ეხა როგორც აი პუდრა იგრე ყრია და მამამისი მიუტრიალდა აქედან მოუტრიალდა და აძალებს რა კაროჩი ამ ხორს და ხაშლამას ხო აძალებს და თევზეული და იკრა და ხიზილალაც ყველაფერი სავსეა სუფრა რა მაინც ჩამოდის კაციო ხანიკიდან მიუბრუნდება ხამოგდა კაროჩი მოდი რა ამ ხაშლამაზან წვაზეო გამანებეო ჩამოვიდი კახეთჯიო რა ერთი კარგად ვიქეიფოო რა ბიჭო კიდე მივიდა გამანები რა შემიგიკინო ბოლოს უთხრა და თვალებზე რო დაგაკდება რა ჩემ გაიკეთე მაგას თვალის მე კარგია, დათო, მოდი მითხარი, ქუთაისური იუმორი ახალი რა ხდება ქუთაისში? რა რიცი, მე ანეკდოტებს საერთოდ ვერ ყვები. ანეკდოტები არა მაქვს. შენ რასაც ყვები კარგად. არა, მართალი ამბავია და ისე არ ეწყინოს ახლა არც ერთ რეგიონს კახეთს განსაკუთრებით, მაგრამ ჩვენთან მართლა ხდება ეს ყველაფერი და მე იქცევა ანეკდოტებად. აჰა. ესეთი ახლა ნამდვილ ამბავს ყვები. გოგონას და ბიჭს უყვარდათ ერთმანეთი და სამი ძმა იყვნენ, ესე ძმები ყავდა ამას და დააცილდნენ მე ერთმანეთს და იმას სხვა ცოლი მოიყვანა უბრალოდ და ეს მეორე ძმასთან გადავიდა რომანით. ისე ახლოს იყვნენ, ის ძმასაც შეჩვეული იყო ასე ვთქვათ. შეითვლია. ხო და იმასთან გააბა რომანი და პარალელურად მესამე ძმასაც ის პატარა უმცროსი ძმა იმას ემესიჯებოდა, კიდე იმასაც აგიჯებოდა გოგო და ამათი მამა გამოვარდა და ხალი ხარ თუ თხილის გული შენი დედა დაგვანებეთ შეგვეში კარგია გიო აბა ჯერ მოდი მივულოცოთ სრულიად საქართველოს ახალი წელი და
ბედნიერება ვუსურვოთ, ჩამოშორებოდეს ეს კორონა. აუცილებლად. თელს პლანეტას, რაც მე დავიკელი წონაში ჩემო პაატა, იმდენი კილო ოქრო და ვერცხლი შევიდეს ყველას ოჯახში. 94. აუ, და რამდენი კილოც დავრჩი? 100 იმდენი წელი გეცოცხლოთ ყველას. მოკლედ, მოუყვეთ ესე იგი. აბა რა უნდა ქნო? ეგ რაც თქვი არა გვისრულდება არც ერთი და ეგ მაინც შეგვარგე. ენაცვალოს ჩემი სიცოცხლეს სულ ყველას, ქარts, კახეთს, იმერეთს, ამეგროს სულ ყველას. ცოტათი რომ გაგვიბრაზდნენ, დამიბრაზდნენ ჩემი საყვარელი მაყურებელი რომ მარტო მეგრელებზე კახელმა როგორ მოყევიო, ეხლა კახელებზე უნდა მოუყვე კახელმა. დავაი მიდი. მიხო შეხვდება ძმაკაც მიტოს. აჰა. და ეუნება. აბა, ჩემი ამბავი გაიგეო? რა ამბავიო? მაყვალას გავშორდიო. ჩემ ცოლსაო. რა სამკაცო როგორ მეწყინაო? სამაგიეროთო ჟუჟუნა მოვიყვანეო. აჰა. ვინ ჟუჟუნაო კაცო მაყვალას დაო? ჰო. კი მაგრამ ცოლის და როგორ მოიყვანე და რა ვიცი დედ შავე ჩვიეო. გაბრაზება ეხა ნახე შენ. აბასკიპი, წავიდა. ისე მე ვარ. ხო, მოკლედ, ესე იგი ეს მიყო ლაპლანდიიდან ჩამოვიდა ისევ საქართველოში. ხო, ჩამოვიდა და გაგძელება ესე და ეს ეთყობა მეორე პინგვინი იყავს უკვე დათრევა. ხო. მოკლედ, ესეთი რამეს თქვა რომ ამის დედავატირეო. ეს 32 კბილი რომ აქვს ახლა აქა მაინც სიბერეში ვარ ახლა, მაინც რაში მადგება რა 2 და 3 კბილი თუ ვერ დავღეჭავო საჭმელსო ან ხორცო და ის ერთი ცალი მაქვს ისო ხერია და პირიქით რომ მოხდესო ვიღაც კაი ის ყოფილა აქვიან ეკიმბაში აი ჯადუებს რაღაცებს აკეთებს და მივიდა იმასთან რა თან მაროსაც გავახარებო რა რა გნებავთო და აი ესეთი მინდა ეს 32-იო დაბლა ჩამომიყაროსო რომ გაიფუჩქნოსო დაბლაო და მაგლი ერთი ცალი კიბილიო და ცოტა მეტია გადასახდელი ვაქაო და არა პრობლემა არ არის გადაუხადა თანხა დაუტოთ კიცინა აბა რაღაცები აიღო ყველა შეაყარა დაბლა შეაყარა უცებ გაიფუჩქნა 32 გამოვიდა ესეთი ჩაულებრი ახლა და ერთი კიბილი დარჩა წინა ეს გაუსწორდა გარბის და მიდის მარო უნდა გაგახარო და ეს ეძახი სათვიდი ხარ შეკეთილი ორი იაშიკი ყვერები წაწაკები კარგია შენიერი დათო გიწვენი ქუთაისური იუმორზე როცა ვსაუბრობთ საერთოდ მე სხვა შორის არცად არ მithქვამს არც ერთ საჯარო გამოსვლაში და შოუებში მაგრამ ქუთაისური იუმორი ეს იყო ებრაელების იუმორი ძირითადად იმიტომ რომ ქუთაისში ძალიან ბევრი ცხოვრობდნენ 9000 ოჯახი მარტო ისა შაუმიანის ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ ერთ უბანში ცხოვრობდნენ მარტო და აი რაცა გვაქვს ეს კარგი იუმორი უმეტესად ჩვენ კლასიკური იუმორი ვისწავლეთ ებრაელებისგან და ეს ნამდვილად არ მწვენია ამის თქმა და მე მინდა რომ ჩვენს მოძმე ებრაელებსაც მიულოცოთ ახალი წელი აუცილებლად თბილისიდან ქუთაისიდან და ყველა საერთოდ და აი ის იმდენი კაი რაღაცა ხდებოდა ნამდვილი ამბები და მე ეს ანეკდოტა დადიოდა თელ ქვეყანაში ერთ-ერთი მინდა მოყვე ესა მოშე ეუბნება ნუ მოშე ნერვიულობს ძალიან ნერვიულობს რატო ისაგზეო $200 მქონდა მისაცემი და ვერ ვაძლეო და ნერვიულობს ძალიან მარტივად გადავჭრი მაგ პრობლემასო ხო და ისა როგორო და გამოაგებს ფანჯარას და ისაკ დაუძახებს და ბატონო ჩემ ქმარს შენზე ფული აქვს მოსაცემი $200-იო ვიციო ხო და ვერ გაძლევს ხო და ინერვიულობს იმანაცო რაღა მარტო შენინერვიულა შენიერი მე მინდა რომ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და დიდი მადლობა გითხრათ რომ პირველში მობრძანდით ჩვენთან და იზრუნეთ ჩემთან ერთად ჩვენი არაჩვეულებრივი ტელემაყურებელის გასამხიარულებლად წახვალთ აუცილებლად მოხვდებით სუფრაზე სხვა რო არ დაგპატიჟოთ სახში ხო გაქვს სუფრა და დაგჭირდებათ კულა ჩემო ძვირფაცებო აი ეს მანამდე კი სანამ დაგემშვიდობებით მინდა გიორგის ვთხოვო და სიმღერა ამ ბლოკში შეგვისრულოს აუცილებლად აპლოდისმენტები გიორგის
elsewhere in the frosty air. გურუსო გითხავენ გიდრაზე თუ იცით და არ მისია ზაბათო რა არ მისუდინება კიდე და ჰოპ ერთი ცალი შუსტი ეს მაგაც იყო ხვეწებ ვიღაცა ცხოვრობს მან და დანებებს ცოლი არ ამყავს კაცო რეზინის ცოლი მყავს და დაორსულდა გადადი კუჩის იგეთ ვულკანიზაცია და ძირო მიყვარხარ ეს ხომ შენი ბრალია ისπერი მოგონება ხარ თოლის ბაბუო ძალიან ხო გამომიგზავნე საჩუქრად პატარა დაიკო ეს თოლის ბაბუა მიიღო წაიკითხა რაზეც უმალვე უპასუხა დიდი სიამოვნებით აგისურვებ ოცნებას პატარა ბიჭუნა გამომიგზავნე დედიკო 17 რუკა არაყი დავლიო კენტანტო უბაჭუნა თუ ან გახედა მომავისა მე შედიდე და ჩუნეტამდე კენტიციმრი არ შევტანს ვერ გავიგებერა შემინახავი ვინ მომიგა ძეგო არ არისო წესიერიო კაცო მაგასო თელმა სოფელმა გადაუარა ვიცი კაცო ვიყარ სოფელშიო მე არ იყო დიდი სოფელი ბრავალ ახალ წელს მშვიდობიან ლამასელს და ბედნიერ დღეს და ეს წარით ვერს დაუბრუნდით ჩემო ძვირფასებო და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ეს არის მრავალს ჯანმრთელები, ბედნიერები და სულ გაცინებულები ისე როგორც ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. მაშასე, შემდეგი 4-ეული ფრიდონ კიკილაშვილი, კობა ბარათელი, ნუკი კოშკელიშვილი, დავით კვირცხანია. გილოცავთ და ეს არის მრავალს ნუკი ჩემო ძვირფასო გილოცავთ ბატონო დავით. დაბრძანით, მიხარია ძალიან. ბედნიერი ვარ რომ ჩემთან ხართ და გილოცავთ ახლოდან და დაესწარით მრავალ. ფრენჩ გილოცავთ, მე როგორ გილოცავთ, იცით? ჰეი! ესე იგი აშკარაა რომ წუხანდელი ღამე კარგად დაიწყე. გადასარევად. ნუკი როგორ შეხო? ვაფშე ღამე იყო თუ რა ის წარბახ. ხო არა? ჩვეულებრივად შეხვდი და წელს განსაკუთრებულად სერიოზულად მივდექი ამ საკითხს რომ კარგი წელი ყოფილიყო და ყველას ეუბნებოდი ახლა გაიცინე თუ შეიძლება რომ სიცილკისკის ისეთი რაღაცნაირი წელი იყო წინა წელი რომ რა ვიცი მე მგონი რომ ლოცულობდით პირდაპირ ყველა რომ თავარი ეს კორონა მოგშორდეს რა და აღარ იყოს ჩვენთან დათო ჩემო ძვირფასო რა ხდებოდა შენსკენ აი მე კიდე ვაგრძელებ ამ თემას კორონამ ისე დათგუნა ჩემი ოჯახი და მე თვითონ ისეთი ზეწოლის ქვეშ ვიყავი რომ ერთი სული მქონდა როდის გავაცილებდი იმ ძველ წელს აი ახლა ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას შემოგევლით მაინც ისე დავალაგე რომ თვითონ 4-ეულში ერთი კახელს მაინც ვახედრებ ხოლმე და ბატონი ფრიდონი აგერ ნუკი ჩემო კარგო და აქ ორი მოხდა და მინდა ერთი რამე ვთქვა რომ პირველი გადაცემის პირველი სტუმარი იყო ფრიდონი და არაჩვეულებრივი რეიტინგი მოიტანა და დიდი მადლობა ფრიდონ სამისთვის ჩემო კარგო და მადლობა თქვენ ქალბატონ იას ამასთან დაკავშირებით მე გადაცემის შელობის დროს რაღაც შეკითხვები მექნება მანამდე კი როგორც ყველაზე ლამაზი მეთანხმებით ხო? თან გონი მე პირველში ვიყავი ხო? შენც პირველში იყავი კი ბატონო მე შენ თავზე ყველაფერში პირველი რანაირად ვარ მიყვიეს მე შენ თავზე ხوار მიიღე ლამაზი სილამაზეში პირველი წონით პირველი ნუ ახლა აქ ჩვენ შორის წონით ხო პირველი ვარ კი ბატონო სილამაზით პირველი კიდე ყველაფრით კაი კაცობით ოქრო ხარ მაგრამ ამ შემთხვევაში ნუკიმ გაჯობა უნდა დაიწყო აპლოდისმენტები ნუკის და გისმენთ ვაიმე პატა რო დამირეკე და მითხარით რომ კიდე ერთხელ უნდა მოვსულიყავი როგორ ვიმეცადინე იცი და მოვიტანებ ფიქრობ ძალიან კარგი ანეკდოტი ერთი რომელზეც მართლა ძალიან ბევრი ვიცინე და საერთოდ ექიმთან წასვლა ხო ახლა აქტუალური თემაა
კაცი მიდიოდა ქუჩაში და ძაღლმა უკბინა. ძალიან სტკივა ეს ფეხი და მირბის ახლა მივიდა საავადმყოფოში, კითხულობს, აჰა, ეს პირველი სართული გინეკოლოგია, მეორე ტრაუმა. აჰა, მეოთხე სართულზე უნდა ავიდეო და ადის ძლივს ადისა მეოთხე სართულზე ავიდა, აკაკი გამჭ. ძაღლმა მიკბინა გეხოცებით მიშვათ. ძაღლმა გიკბინა. იცი რა, ჯერო ჩაბრძანდით პირველ სართულზე, იქ უნდა გააფორმოთ. მერე აბრძანდით მესამე სართულზე, იქ კიდე უნდა გადააფორმოთ, ანუ ქვითარი რომ მოგცენო. მერე ანალიზები არისო მერვე სართულზე და აი მერე ჩამოდით ჩემთან მეოთხეზე და აი ამდენი სირბილი რომ შემძლებოდა მაშინ ხო ძაღლი არ მიგვედა. სწორია, ლოგიკურია. გადასარევი და გამახსენდა ყველა ვიზიტი. სხვათა შორის ეს პირველი, მეორე, მესამე დატანჯულები ვართ. კობა, აბა რა მოგვიტანია სიახლე, კარგი. ჭიჭიკია. ჭიჭიკო კი არა, ჭიჭიკია. თან მოვა ბიჭიკია. აჰა. მეზობლები არიან და ბიჭო, ჭიჭიკია, რა იყო, ბიჭო? დასკია რა იყო? შენმა ბიჭმა ჩემი გოგო გააუპატიურაო. ხო იცით ეს ნიშნავს გააუპატიურა. არა. უცხოა და გააუპატიურაო, იხმარაო. რაო? გადაერია. ბიჭო, გამოდი ბიჭო შენ აქეთ. გამოდი ბიჭო შენ ეს რა მიქნა ბიჭო სამეზობლოში რაფერ მომჭერი თავ ბიჭო შენ ახლა მაგას შევი მერე რას იზამ გამეთრი აქ შენ გიწინებ ახლა შენ ახლა დაგაცრი აქ თავს დაგაცრი შენ მაიმუნო შენ ეს რა მომჭერი მე თავი და მეზობელსაც ბიჭო გამეთრი აქ მაგის დახარამდე გამეთრი და გამოვა ბიჭო 5 წლის 4 წლის ბავშვი თუ სიგიცერაში გამოტანტალდება ასე და დასოს გაუჯირავს პირსი სოსკა რა ხენი იქ შემამაძახო ახლა რა ხენია რა ვაიკადრე მის მოშინე არა გასვა ჭიჭიკია რას ამბობ შენ მაგან კი არა უფროსმაო უფროს დაბარაზი კარგია დათო ჩემო კარგო ადამიანო აბა მოყევი რამე ბადრ არის აქ რომ მოვდიოდი ერთი მეზობელი მყავს რომელიც მიყვება ანეკდოტებს მაგრამ ძალიან ბილდ სიტყვიან ანეკდოტებს მიყვება და აი რომ მოვდიოდი სულ გადავიფიქრე რა უნდა ახლა გავიხსენე რაღაცა ჩემი აჰა ხო აი გახსოვთ ალბათ იყო ესეთი ისე რომ მოდაში იყო ერთი პერიოდი შემოვიდა წყალში მშობიარობა კი ბატონო ხო და კაცი მე განსაკუთრებით მახსოვს მეს მახსოვს მაგრამ მე ვერ გავისკე ანეკდოტი გახსოვთ ეს ალბათ ხო და ყובה ეს კაცი რომ კაცი გუშინო დავესწარიო მშობიარობასო ცოლისო ესე წყალში იმშობიარო და რას ამბობ წყალში როგორ ხო აი ესე და როგორ არიანო კაიო ცოლი კარგად ბავშვმა გაცურა არ ვიციო აკიდა რომ მიხვალ იმ მიზობელს მოუყევი მაგრამ აი რა უნდა იცოდე და რა უნდა მოყვეთქო ფრიდონ ჩემო რა ხდება როგორ არის გაყიდე საქმე აბა გისმენ მიხო გაგიხვდა ავადა აჰა დაუნიშნეს სასწრაფო საოპერაციო ყოფილა აქამდე არიცო ხო და აუცილებლობა გახდა რომ კათეტერი გავუკეთონ და ჰოსპიტალში ყავდათ ერთი ძალიან გამოცდილი ექთანი 70 წლის ქეთო აჰა ხო დაუძახეს და ნუ როგორც იქნა უპოვა და ვერაფრით ვერ უკეთებს ამ კათეტერს დაიქანცა გავიდა თუ ექიმები გაგიჟდნენ რას აკეთებ ხალო ეს ნუ რა ვერ გაუკეთა და მე მივიდა გაბრაზდა მივიდა და მიხოს ეკითხება მიხო ითიშება უკვე ნარკოშია და მიხოძია შვილები ყავო როგორ არ მყავო წამოყო მაშინე თავი აგეო გარეთო ავთანდილი ტარიელი ფრიდონი ერთი მე და მეოთხე თინათინიო უცებ სიცილის წასკდა ქეთოსა აჰა მივიდა და ეუბნება ესე მიიფარახებდა და აუწია ესე ორი თითით რასამო მიხო ამით გააკეთე ივეფხისტყაოსნის გმირებიო კარგია ესე იგი ჩვენი ფრიდონი ფრენკ სინატრასავით გიზიზება ფრენკ კიკიაშვილი ხარ მოკრო ხარ გადასარევი ნუკი ის როაზია კალამი დაინახა იქა თუ პუმპული არა მაგას თუ არ უნდა არა ხო ისე მოყვა რა გინდა ადამიანმა კახმა ადამიანს ძლივს მოყვა ნორმალურად რომ თვითონაც ვერ გაიგო რა მოყვა
ჩემ ხომ მივხვდით რას თავარია. მოკლედ, ნუ კი, აბა გიცი. მაქვს კარგი ანეკდოტი, მაგრამ მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან მოგიყვეთ ანეკდოტური ისტორია, რომელიც ახალწელზეა პრინციპში. ამერიკაში ვარ და ახლა იქ ამერიკაში როგორ ხდება, იცით, აი ეს ჩვენი ნაძვის ხე ეს ყველაფერი არის საშობაო. ანუ 25 დეკემბრისთვის. აი მე ძველი ახალი წელი არ აღინიშნება. ნუ ახლა და ნიუ-იორკში არის ასეთი კანონი, რომ ნაძვის ხეს გატანის დღე აქვს აუცილებლად. ეს არის 1 იანვარი. ხო, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქართველმა 1 იანვარს გაიტანოს ნაძვის ხე. მე კიდე იქ ძველი ახალი წელი მაქვს, მე 19-ში, რა ვიცი, რაღაცა. მარტამდე მიდგავს ძირითადად ყოველ. და ლამაზია ეს ნაძვის ხე და იქ ყოველთვის ბუნებრივი ნაძვის ხე არის და მოკლედ, რა თქმა უნდა, 1 იანვარს არ გამიტანია. დადგა როგორც იქნა ესე იგი ეს გატანის დღე, სადღაც მარტში და იქიდან გამომდინარე ეს ნაძვის ხე მოკვდა უკვე და შეუძლებელია მისი გატანა პარკში ჩავდე და კარგად გადავკარი ესე, გადავკარი, ვფიქრობ ახლა მეზობლებმა რო არ მიჩივლონ თქო, იმიტომ იქ რაღაც კანონდარღვევები არსებობს, ღამე გავიტან თქო ისე და გარეთ დავდებ, გარეთ უნდა დადოს ახლა. და მომაქვს ესე იგი ეს ჩემი ნაძვის ხე, ესე წარმოიდგინე გაკრულია. ვუყურებ, აი კი რაღაცას მაგონებს ეს ნაძვის ხე, მაგრამ ვერ ხვდები, რა გამაქვს და მოდის პოლიცია. პოლიცია მადგება, რომ ასე გითხრას მეზობლებმა, რომ სხეული გაგაქვთ სახლი. ისე მქონდა გაკრული, რომ თავი და სხეული იყო, მიხო. სანამ ეს ნაძვის ხე გავხსენი, სანამ აუხსენი, რომ იცით რა უკაცრავად ბატონო პოლიციამ ძველით ახალი წელი იყო. მერე კიდე სტუმრები შემორჩნენ და ბოლოს გამატანინა პოლიციამ ეს ნაძვის ხე მიმატანინა. გულია ქართველი ადამიანისთვის, ხო? ძალიან. ხო, აი ვერაფრით ვერ აუხსენი მარტამდე რატომ ედგა ნაძვის ხე ვერაფრით. ჩვენთან მე მაინც გადადის ხოლმე ხა, თან ეზარება მე და აბა ჩემო კობა. ისე მე? აბა, როგორ? მე გურულებზე მიყვარს ზოგადად გურულებზე მოკლე ანეკდოტები ახლა მაგალითად გურულს ვეკითხავენ გიტარაზე თუ იცით აგრად არ მისია ზაბათურა არ მისუდინება ეგეთ მოკლეოდა ერთი გამახსენდა ხა ცოტა ოდნავ გძელია გურულებისთვის გძელია საერთოდ სანადიროთ რა გურული და ჩასაფრებული გადაფრენა რა იხვები თუ რა მნიშვნელობა აქვს თვითმფრინავებით რა იხვები გადაიფრენენ და ამას ორლულიანი თოფი ხო ასე ქვია კი ხო და ორლულიანი თოფი აქვს და ბრაღ ერთს გამოკლავს ბრაღ და ერთსაც ვერ მოკლავს საერთოდ ეს იხვები გაფრინდებენ გაფრინდებენ და გაკეთავს გურული და გაგებიეთ ახლა თალგურიას სხვა გაგებიეთ არა მაგის მომეწონა იხვი რო გაფრინდა და ყვაყვარო კარგი გაგებიეთ თალგურიას ხო შესავალი ქონა ცოტა გძელი თორე პრინციპში მოკლე იყო კარგი ხარ დათო აბა ჩავწდით იმ მეზობელს გადავედით მეორე მეზობელთან მარა იმის გავლენის ქვეშა ვარ კი ბატონო ჯინაზე არ ვიტყვი ცუც სიტყვას კი ბატონო არ არის პრობლემა გურიაზე გამახსენდა საბჭოთა კავშირის დროა და ამერიკამ გადმოსხა დესანტი გურიაში რა და ხამე ნუ ამან მოიხსნა ეს პარაშუტი ყველაფერი დამარხა რაღაცა და გამოეწყო გურულად და მოდის რა და დაინახა ეზოში ქალბატონ მოხუცკალი და მაინძელო მასპინძელო ამერიკა ისმენნა უთრა წყალი დამალევინეთ ახლა ნანა უტა მოურბენინა რა მოხუცმაკალმა რაღაც სადავური ხარდნა შენო მე შუხუთიდან ვარ შუხუთელი ვარ არ გავხარდა და შუხუთეს როგორ არა და უგაცვაგენ სუბსაშიო ნათესავი მომიგდავა დაგძალოზე ხა ვინ წამონდა გამორდა ეგ წყალ დაგინახეო და წყალიდან არ იქნები და შენახაური და არა ხარ და ვარ და არა ხარ ვარ არა ხარ რაფი შავკანიანი ხარ შეშოწამო შენი ნუ კი მოგვიყევი კიდე რამ კიდე ორი ძმაკაცი თევს იჭერს და სხედან ელოდებიან ამოაძრობს ესე იგი ერთ-ერთი ძმაკაც და ხედავს რომ ტელევიზორი ამოვიდა ვაიმე ეს რაღაც არ გამიგიო გადადებს გვერდზე აგრძელებს ჰოპ და ქურთუკი აიღებს ამასაც გადადებს ერთმანეთს გადახედან რა ხდება ნუ აგრძელებს
კიდე და ჰოპ და ერთი ცალი შუსტი. ის ძმაკაცი იყო, გეხვეწე ვიღაცა ცხოვრობს მან და კარგია, მშვენიერი. რამე თუ გახსენდებათ, არ შეიკავოთ თავი, აი აბსოლუტური თავისუფლება გაქვთ ისეთი, აი როგორც ახლა კობას. და ახალი გავიგეთ, ჯერ არ მე აი მეზობელმა მომიყვა სხვათაშორის. გადაწყვიტე ხო? არა, ნორმალურია ეთყობა და ექიმთან შევარდა რა. ერთი პატი მიშველე ექიმ რა იყო და ჩემი ცოლი დაფეხმძიმდაო. გინეკოლოგზე მოთარი უთხრა. მე რა არა ექიმო თქვენ მჭირდებით თქვენ რატო და ცოლი არ ამყავს კაცო რეზინის ცოლი მყავს და დაორსულდა. გადადი კუჩის იგეთ ვულკანიზაცია და ჭა. აბა ფრენკ, რამე ხო არ გაგახსენდა? სხვა კუთხების მეშინია და არა კაცო რა პრობლემა? მარტო კახელებზე უხვე. არა უშავს, მოყევი ვიზეზე. იმერლებზე მოყევი აბიჯაი ვარ. კახელი ჩამოვიდა თბილისში, რაღაც პატარა საქმეები ქონდა და საღამოს მოუნდა ქალი და იკითხა ის სად უნდა მივიდეო და მარტო საღამოს მოუნდა? საღამოობით უნდებათ ხო. ხო და კახელებს მე რამჭირს წელი 24 საათი ვერ. ვა რა მაგრა გაქშევერილი გუში. მაგარი ყოფილი. ხო და ბატონო მიასწავლეს ადგილი. მივიდა და შორიდან ზვერავს. ერთი ულამაზესი გოგო დგას, ცოტა იქით მოშორებით ღობესთან და ადგილს არ დავასახელებ. გულისხმობ. ხო და ძალიან მოკლედ ფეხები აქედან ეწყება და გულმოსული გრძელი თმებით ცისფერი თვალები და აი ასე ხო აბა მკერდი ასე ამიხსენი ხო ტელეფონი უჭირავს და ნუ ჩატაობს რა სულ კიდია იმას კლიენტის უყავს რა ხო და იქამდე კლიენტის უყავს იქამდე წინ დგას ერთი სამი გოგო რა და იქამდე მივიდა და კი არ მოსწონს, მაგრამ უნდა დაელაპარაკოს, რაღაცა ფასები გაიგო. ხო. დაიწყო 30-დან და სადღაც 70 ლარამდე ავიდა და მე ნენელა მიდის იქით, მიდის მაღალ სასწაულთან და გაჩერდა ის ყურადღებას არ აქცევს და მე რა ყურს შეეუბნება, რამდენი გინდაო? $100-ო და არც კი შეხედა რა. რა ამბავია შეშობელ ძაღლო, მაგისტრატურა დაამთავრეო? წინო ჩემო კარგო მე თავში გითხარი რომ ერთი მე ია ფარულავასთან ერთად იყავი პირველ გადაცემაში სტუმრად და გობაც იყო ჩემთან კი ბატონო მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენზე მინდა ვთქვა რომ გაჟღერდა რომ მეგობრები ხართ და რაღაცა ახლობლობთ და რა და დღეს რატო არ არის ია ია არის იზოლაციაში აჰა უფრთხილდება თავის სილამაზეს აჰა არ გვენდობა არავის აქ თავისი გადაცემა გენაცვალე და ჩვენ დაგვიკიდა. მაგრამ მინდა მიულოცო. ჯანმრთელობა უსურვო. მიულოცო ტიას კიდე სიყვარული და ამით არ მთავრდება ყველაფერი როგორც ვიცი. ხო, სიყვარული მინდა აუხსნა სიმღერით. აი ხედავ შენ რა სიურპრიზების წელი დაუდგაია. ხო, ესე იგი, შენ ხო გიყვარს პარტა? მე კი, როგორ არ მიყვარს? მე იაც მიყვარს, ნუკიც მიყვარს, დათოც მიყვარს, კობაც მიყვარს და შენც მიყვარს და ჩვენი ტელემაყურებელი და ჩვენი პარტნიორი კულაც მიყვარს, რომ უნდა გაგატანოთ ეხლა ესენი აუცილებლად აქედან რომ წამბზანდებით, მიირთვით ეს ჩემო ბატონო და იცოდეთ რომ არაჩვეულებრივი სასმელია ეს კულა. მადლობა მაინც ვითხარით. მადლობა. ქართული ნატურალური წვენების კომპოტების კომპანია და მიირთვით ხარისხი ჩემო ძვირფასებო და მერწმუნეთ რომ კიდევ უფრო გაგიბედნიერებთ თქვენ სახალხო. არა, კულა რა ძალიან მაგარია კი ვიცი. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა კულას. არა, უნდა წაიღოთ. უნდა წაიღოთ. ძალიან მაგარია. ეხლა მე მარტო ამისთვის გინდა მონაწილეობა გადაცემაში რომ მინდა. ესე იგი, პირველი რაც მინდა უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, აი ყველანაირი ის რომ მოვაცილოთ ფრაზას და ვთქვათ, აი სული მძურება ისე მაინტერესებს. ფრიდონი როგორ მიუძღვნის სიას აქედან რა სიმღერით მიულოცავს ახლა. დისტანციურად. აპლოდისმენტები. ჩვენს ფრიდონს და თხოვთ ფრიდონს. წავედით. ფრენკ კიკილაშვილი.
გადასარევია გადაირევა ია ყოველღამე თბილისი ზმარი სიყვარულის ხაბარს მიყვება შენი ნაზი თბილი თითები ისი ჩუმად მეალერსება მახსენდება შენი შეხვედრა მოციმციმე შენი თვალები სიმღერები შენთვის ნათქვამი ჩემი გულის დანაბარები იცი რომ მივახარ ეს ხომ შენი ბრალია ის ფერი მოგონება ხარ იცი რომ მივახარ მენადრები ძალიან უსასრულო სიყვარული ხარ გადაივლისილი ზამთარი იები კვლავა ყვავირდება წვიმის ძვეთი ფანჯრის მინებთან ხრემლები თვალს მომაგება დისკრიბებში იმეს დავეძე ყვამემ თუ არა დამაიმედე ზავალ მინდრად დაისევ დაგიგრე შესაყოლებ ლამაზ ყვავილე იცი რომ მივახარ ეს ხომ შენი ბრალია ის ფერი მოგონება ხარ იცი რომ მივახარ მენადრები ძალიან უსასრულო სიყვარული ხარ ფერი მოგონება იცი რომ მივახარ მენადრები ძალიან უსასრულო სიყვარული ხარ ის ფერი მოგონება თოვლის ბაბუო ძალიან ხო გამომიგზავნე საჩუქრად პატარა დაიკო ეს თოვლის ბაბუა მიიღო წაიკითხა რაზეც უმალვე უპასუხა დიდი სიამოვნებით აგისურვებ ოცნებას პატარა ბიჭუნა გამომიგზავნე დედიკო 17 რუკა არაკი დავლიე კენტატო ნიუბაჭირა თქვენ გახედა მამამისა მე შედიდე და ჩვენამდე კენტიც მრი არ შეგვთვალს ვერ გავიგებერა შემინახავი ვინ მომიგა ძეგო არ არისო წესიერიო კაცო მაგასო მთელმა სოფელმა გადაუარა ვიცი კაცო ვიყავ სოფელშია მე არისო დიდი სოფელი ბრავალ ახალ წელს შიდობიან ლამასელს და ბედნიერ დღეს და ეს წარიდგეს მაშასე ჩემო ძირფასებო უნდა წარმოგიდგინოთ შემდეგი შესანიშნავი ოთხეული ნუგზარ ერგემლიძე მანანა აბრამიშვილი და ორი კიჭა უფროსი და უმცროსი ხო გილოცავ ჩემო ძირფასებო მანჩო გილოცავ რევა გილოცავ ჩემო ძირფასებო და აი დადგა დრო რომ უნდა წარმოგიდგინოთ აი ამ გადაცემის ყველაზე სასაცილო და რაც მთავარია ყველაზე რეიტინგული დიახ ყველაზე რეიტინგული გადაცემის პროდიუსერი თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით ირაკლი კირთაძე კი აუცილებლად გილოცავ და მადლობა ჩემგან ჩემო ძვირფასო რომ მადლობა შენ რომ ასეთი კარგი გაიხარე ბიჭი ხარ და მადლობა აი ამ ხალხს ვისი წყალობითაც ეს გადაცემა საკმაოდ მაღალ თვალეს იფროს ყველაფერი წინა კი ბატონო ესე იგი მაინც უფროსი კიჭა გამოდის
ეს ადამიანი კარგი. არ ვიცი რა, მოკლედ ჩემო ლევან ბატონო, როგორ ახ? გეგა და მე ერთად ვიყავით ერთ გადაცემაში. კი ბატონო და ამიტომ ჩემ ლევანთან გადავა პირველი სურამი ჩააყოლეს სურამის ციხეში ისე ვიყავით ჩვენ თქვენ. და დიდი მადლობა ამისთვის და იმიტომაც ხართ ჩვენთან, იმიტომ რომ ნამდვილად ნებისმიერ ესე იგი ინტერნეტ სივრცეში ყველაზე კარგი ნახვები ქონდა იმ ადამიანებს და მეტი ნახვები, ვის დღევანდელ გადაცემაში იყო და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისთვის. ეხლა რაც შეეხება წუხანდელ სუფრას, რა ხდებოდა თქვენთან? რა ხდებოდა და რა ვიცი ისე მართლა ეს ვირთხის წელი მოვიშორეთ რა მე მგონი. ეხლა ის მართლა ხარის წელი არ ვწდები ხო? დაუკვირდი ხო, მოვიდა, მაგრამ დაუკვირდი ამ ვირთხის წელმა მართლა ვირთხებივით დაგმართა, ანუ ვირთხებივით ეს წელი სოროში ვიჯექით. კი ბატონო, ვიჯექით. ვირთხებივით საჭმელს შოულობდით გარე და სოროში მოქონდათ ჩქარა? მოქონდა. ადამიანს დავინახავთ და ვირთხებით მეორე ქუჩაზე გარბოდით. სოროსის ფულს არ ვიღებდი. მაინც არ წასულა ჯერჯერობით ეს კორონა და ცოტა რომ მოშორდეთ ერთმანეთს, მაინც რა ვიცი. თან რა ვიცი, მაინც თებერვალშია. შეიძლება რა თქმა უნდა. გენაცვალე, არ გავაბრაზოთ ვირთხა. თებერვალშია. თებერვალს შემოდის ხარის წელი. აჰა, ჩინური კალენდრით. ნიშად საგარელის როლში. მოკლედ მე მინდა ნაბახუშევი იქნებით და შემოგთავაზოთ კულა, ქართული ნატურალური წვენების, კომპოტების, მურაბების მწარმოებელი კომპანია კულა. დალიეთ ხილი ჩემო ძვირფასებო, მიირთით და გაიგილეთ ცხელი, ასე ვთქვათ, ყელი ჩემო. ორგანიზმი, გადახურებული ორგანიზმი. გაგვაკულაკეს. ესე იგი, მანჩო, მანანა. რა ხდება, როგორ შეხვდი ახალძეს? დალევდი შენ ახლა. აბა რა, ვიზავთ. როგორი იყო? გადასარევად, მხიარულად. არავის აღარ ახსოვდა ეს კორონა და პანდემია და ამბავი, ისეთი მოვილხინეთ, რომ ღმერთმა სულ ასეთი დღეები მოგცეს, როგორი? აუ, რამე ახალი თუ გაიგეთ, ახალი. რასაც ელოდება ჩვენი მაყურებელი, ანეკდოტებს გულისხმობ, ისტორიას გულისხმობ. ყოველთვის არის. თქვენ ბათუმში ხო არ ბრძანდებოდით? კი, ბათუმი ქობულეთი. ჩვენიერი ხო გადასარევი. გზაში. კარგი, ჩემო ირაკლი, მიყვარხარ ძალიან, ვიცი რომ კარგად შეხვდი, შესმაგრება შემიძლია თქვა და მოდი ახლა მივცეთ ამ ადამიანებს სტიმული და დაიწყე შენ პირველი მხიარული ამბავი ან ანეკდოტი გვისმენს ჩვენი მაყურებელი, მაშასე წავედით. ხო, კი ბატონო. ესე იგი, ერთი ასეთი სიტუაცია არის, ოჯახი შეიქმნა რა. შეხარ ჩემი ბატონი, როგორც იციან, მამიდებმა, დეიდებმა, ბიცოლებმა, მეზობლებმა, აპარავაჩუკოთ, რავაჩუკოთ, რა თქმა უნდა, ყველა ოქროს ბეჭედი, ბრილიანტის ბეჭედი და არის ეს რძალი, ასხმული, ყველათიც ჭკუაზია რა. ერთი 10 დღე გადის და მამამთილი ეუბნება, რომ აი ეს რაჭაშიო, ჩემ ნათესავებს ძალიან უნდათო შენი გაცნობაო, რძლის გაცნობაო და ავიდეთ რა დავაფასოთ. კი ბატონო, რა პრობლემაო? წავიდნენ. მიდის მარტო რძალი და მამამთილი. არ წაი. რაღაც ხო არ ეცალა როგორც ჩა სხვა ადამიანებს, ნუ ასე გვიყვება ანეკდოტი ხო შემთხვევაში. ხო და ანუ ეგრეთ წოდებული რიკოთი რაჭის გააჩერა ავტობუსმა, ვისაც სასადილოში უნდა და სასაუზმეში გადაერბინა, ვისაც საპირფარეშოში და საპირფარეში ერთი ძალიან უცნაური საპირფარეშო იყო, მოკლედ კარი არ იკეტებოდა. გაიგე ხელით უნდა დაგეჭირა გარედან. ძალიან უთულესი. გაგრძელებაო ძალიან რთული კიდე და აი ამ გაჭირვებულ სიტუაციაში ძალმა შეირფინა რა საპირფარეში და ხელი მოკიდა უჭირავს ეს კარი. და ვიღაც ამოწყვეტილმა გაიარა, გახედა ეს თან ახლა თან თავარი. ნათესავებში მიდიან, რაც აჩუქეს ხო, რაც არ აჩუქეს, ყველაფერი ასხმულია გამგოგოს. რა საბლატაოთ მიდის, მაო ეგრეა. აბარა მიაჭირა ბიჭო ამ ტუალეტის კარებს ფეხი დიმტიპმა და ნელ-ნელა მოყვა და დახსნა. თუნდაც ოქროს ბეჭი, აწნა კივილი, წივილი გამიშვი, გაგიჭო, კი იქნება, არ იქნება, მამამთილიც გამოვარდა სასაუზმე და რა ხდება, რძლის ხმა ეცნო. ასე და ასე იყო, მამაო, შევედიო, კარები მოვკეტეო, არ იკეტებოდაო, ხელით მეჭირაო, მოვიდა ვიღაცაო, ფეხი მიადგაო, ბეჭდები დავხსნაო, ყველა დავხსნაო, შენი და დავატირეო, მე ტრაკი გამოგეყო, გარედან ხელები შეგეწია. მამამთილი თუ კიდაც აბა
ზუნცი მამა. ზუნცი მამამისია. ჩვენი წინდა ხედული. ესე იგი, ჩემო ირაკლი, დიდი მადლობა და ბატონო გზა რა მინდა ვთქვა, რომ ესე იგი თქვენი გადაცემის შემდეგ, როცა თქვენ ვიყავით ჩვენს გადაცემაში, მართლა აი რაღაც მოხდა რა, იმდენი ნახვები და კარგი კომენტარები, როგორც წესი არ არის ხოლმე, ხო იცი რაღაცა ცუცრო პოულობენ და რაღაცა და აი სულ დადებითი კომენტარები იყო, ისე მაგრად მოყევით და მაშინაც ამას ვამბობდი და ერთი მოგვიყევი, ერთი ჩაგვახითხითე გებრიელად შენებურად კარგი რამე. არტისტულად როგორ წყვები ხოლმე? ისეთი ანეკდოტები ცოტა იშვიათია, რომ განასახიერა. ხო, მაგრამ ამბებს მოვყვები, კარგი? კი ბატონო. თქვენ სტილში. საიდან დავიწყო არ ვიცი. რამდენიმეს მოვყვები რა. კი ბატონო, მაგრამ ჯერ ერთი ყველას ერთად ნუაურებ. ერთი-ორი მეგობარი მინდა ვახსენო. კი ბატონო. ერთი პაატა კალანდაც. კი ბატონო. რომელიღაც შოუში მოვყვები, მაგრამ აღარ არის ამ ქვეყანას. ხო და გავხარდება ახლა იქ ვიცი. კი, მაინც თქვენ მოიკითხეთ, ხო მოგვაკითხინეთ. ორი ამბავი მინდა გითხრა. ესე იგი რძეყველში მუშაობდა, გაიგე, კომბინატში. ხო და ხელფასი აქვს დღეში 100 მანეთი. ნუ მის უფროს ქონდა დღეში 300 მანეთი და მთლად უფროს დღეში 1000 მანეთი. ესეთი დროა რა. ხო და მოვიდა მიწვევა რძეყველის საკავშირო ის არის სიმპოზიუმი თუ კვალიფიკაციის ამაღლება. ვინ წავიდოდა ახლა 500 მანეთიანი, ხო არ წავიდოდა ლენინგრადში 10 დღით 5000 კარგავს. წავიდა პაატა ეპიგრამ ლენინგრადს ნახავ. ჩავიდა და მარტო იყო ვიღაცა ასრედინა მეუმაგრეს. მერე მესამე მეოთხე რუსებმა ასე იციან. ერთ კაცო დააწვენენ, მეორე უნდა თუ გაგიმართლა, სუნი არ ეკრება ნასკებს და ასე შემდეგ. ხო და ასრედინა უზბეკეთიდან მიუწვიდეს. ხო და დადგა ბედნიერი პრაშალნი ვეჩერ. აიგე და პაატა მარტო არის ქართველი რა, საქართველოდან. ამ ვერ მოიცალა, ხო? და ისინი ჯგუფ-ჯგუფად არიან, ბელორუსია, უკრაინა ესე და მღერიან, ცეკვავე და არის ერთი ამბავი. ხო და სამყვალმა пускай грузин что-нибудь или споёт, или что-нибудь стихи прочитает. О, да, арминда, веунები, не хочу, да, не умею, не могу, вырёда. Დაიწყო მასრედინამო, грузин. იძულებული გავხდი გავიდეო. გავიდა პაატა და ავფიქრე ხა ცოტა მიმოვავლე ლიტერატურას თვალიო და Я сейчас вам прочитаю стихи великого Шота Руставели на родном языке. Гаисуса, Цеғуэлис, Оғуацени. Цеғуэлис мафия. Артиори самиотхи, Хутиевси Швидирова, Цхрати да Терцмет, Тормет, Самет, Отхмет, Хутмет, Евсмет. 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, Bravo! და წამოვედი დავჯექი ახლა და გაწითლებული ვარ. სახეზე ეს რა ვქენი კაცო და ესენი მიყურებიან, молодец, პაატა, молодец, грузин. ხო და მინდა ვიღაცას უთხრაო. ამ ასრედინას უკვე მეგობრად თვლიო. ვაჭმევდი, ვასმევდიო და უთხარიო. Я на грузинском дава 700 посчитал. Товарищи! Грузин нас обманул. Ардава თავრებიდან და შამპანური თავში ბრაკა. ასე წაუკითხე. შვედიერი ბატონო, გადასწრებული, მართლა არაჩვეულებრივი. ჩემო ლევან, აბა, გისმენთ მთელი საქართველო, არ გეშინია? მე ჩემი სიტყვებია საავტორო მეგოთვის. ხო, არა? ბატონო პაატა, მე რო დამიერეკეს მითხრეს, რომ საახალწლო გადაცემა არისო და
ანეკდოტები წამოვიღე თოვლის ბაბუაზე, ჩურჩხელაზე. მოწესრიგებული ადამიანი. დავარცხნილი გოზილახზე. ზოგი მოკლეა პატარა, ესე მაგრამ აკრასაც უსვინე. აკრასაც უსვინე. ანუ ამით დავიწყებდო, ნუ მე რა ვნახოთ. ნახოთ. გავხურდეთ. მოგეთ, ახალი წლის წინა დღეებია და 6 წლის ბიჭუნა წერილს წერს თოვლის ბაბუას. ხო. თოვლის ბაბუა ძალიან ხო გამომიგზავნე საჩუქრად პატარა დაიკო. ეს თოვლის ბაბუა მიიღო, წაიკითხა, რაზეც უმალო ეუპასუხა. დიდი სიამოვნებით აგისრულებ ოცნებას პატარა ბიჭუნა, გამომიგზავნე დედიკო. შემდეგ აქვე პატარა ხო გადავაბათ. სადაც 10-12 წლის ბიჭი და გოგო აკეთებენ თოვლის ბაბუას. კაი ჭრაჭუნა ის მოვიდა რა ქვია თოვლი. და აგორეს გუნდა, ნუ ესე იგი ერთი გუნდა, მეორე გუნდა ტანი დაადგეს, მესამე გუნდა თავი, ცოცხი რაღაც დააჭერნეს ხელში, თავზე რაღაც ვედრო, ორი ქვა იპოვნეს, თვალები გაუკეთეს და რაღაც აკლია და ბიჭმა უი, ვიცი მე რა აკლიაო, გავიცევი ხა სახში და მოვიტანო სტაფილოსო. და გოგონა მიაძახა, ხო, ორი წამოიღე, ცხვირიც გაუკეთოთო. ასე იგი სქესობრივად აღზრდილი ბანჩო ასეთ ყმაწვილებში ჩაქვსი და ეხლა არ მოგვაყარო იცოდი რაღაცები ასეთები მოყვნენ ცოტა მერიდება ჩემი მაგრამ რა ვქნა უნდა აი როგორ გეკალკი ეს წინა სეტებში ეგრე და ახლა მე მგონი წინას მე გავასწრებ კარგი მიდი ისმე მოკლედ საახალწლოდ რძალი მოიყვანეს იმერეთში და დიდი ქორწილია, კეიფია და ქართველი მსმელია მერაბიე თავის ძმაკაცებთან ერთად აღმოჩნდა ამ ქორწილში და მიდის თელი დალევა ამბავი კეიფი გნიასი და გადავიდნენ ვაზებზე. ახლა ვინც ამ ვაზას დალევსო დიდი ხონჩაა გამზადებული და უნდა აჩუქონ ეს ხონჩა და ხონჩაზე არის ერთი 10 გოჭის თავი წამოცმული და 40 კილო ხორცია რა ამ ხონჩა. იმერეთში ასე იცია. მოკიდა ამერაბიენ ვაზას ხელი და გადაკრა და დალია დაცა. აიღეს ეს ხონჩა, აჩუქეს მერაბიეს, გამოვარდა მერაბიე, გახსნა მანქანის კარი, შეიტანა ეს ხორცი, შემობრუნდა უკან ეძახის მაგაცებს წამოეთო ხორცი ქვეყანა გვაქვს მანქანაში, ღვინო ავიღოთ და სხვაგან გავაგზავნოთ კეიფი, აღარ გვინდა აქო და თამა დაუყურებს და მოდი აქ მოდიო ერთი მეორე ვაზაც დალიაბა თუ შეგიძლია კიდეა პატარა ხონჩაო და იმასაც წაიღებ თუ დალებ ამას. მივიდა მერაბიე, მოკიდა მეორე ვაზას ხელი და გამოცალა მეორე ვაზაც. წაიღო ახლა ეს მეორე ხონჩაც ჩადო მანქანაში შემობრუნდა. კიდე ამათ ვერ აყენებს ფეხზე და მესამე ვაზაა დასხმული. მესამესაც ხო არ დალევო ეუნება თამადა და მასპინძელი უყურებს გაგიჟებული, გაშტერებული, ახლა თუ კიდე ეს და გადადიან მოსტნეული. მივიდა მერაბიე და დალია მესამე ვაზაც. ხო. ელოდება ახლა აღარ არის ხონჩა. გაქანდა მასპინძელი ამოაძრო სარი ღობიდან შემოვარდა გააწმინდა ეს სარი ტალახიანი იყო ბოლოს უყურებს ეს მერაბი რა შვებავდა გამიკეთი ახლა და გამიდო იმ ხარზე თუ არა ხორცი აღარ დარჩა მაგიდაზე მოწის ხორცის დაჭავდა ქათმის ხორცი წვადის და ნამზღვარის ამ თემას გავაგრძელებ კი ბატონო ახლოს არის ფინალით ახლოს ფინალით ახლოს არის მოგეთ ისა რა ქვია ახალი წლის წინა დღეებია და ტიპი რეკავს საახალწლო ღონისძიების მოწყობის რა ქვია სერვისი ივენთ ხო მენეჯერთან რომ გამარჯობათო იცით რა არის აი ჩვენთან კორპორატიულს აკეთებსო სამსახურიო ახალწლს და გვითხრეს რომ აი მასკარადი ფორმები და ფორმები წამოდითო რა და რამე შემრიჩიეთო კი შერიშოთ რა პრობლემა არა პრობლემა მე მაქვსო და თქვენ უნდა მომარგოთო რა რაშია საქმე უყურეო ცალი ფეხი მაქო ხისო და თავზე ვარ მელოტიო და მინდა რომ შეიფუთოსო რა რომ ამაზაც წავს დგეო ახალწელს კი მოვიფიქრე მოიცა აბა რა ისა რა ქვია იცით რა მოიცა რა გავაკეთო ნუ მოდი ჩოხა ახალოს ჩაგაცმეო კაბა ხო ისა კაი აზიაცკებს გიკეთებ ხო ხმალი ფაფახი და
ეგ არის შეიფუთებაო. რა არის, ყველა მაგას ჩაიცმებსო რა. ანუ თოვლის ბაბუა არაო, იმიტომ რომ იქნება თოვლის ბაბუა და ეს ჩოხა ახლოს ყველა ჩაიცმებსო. რამე ესეთი ჭყვიალა, თბილი, ტკბილი რაღაცა მოიფიქრეო. ხო, რა ვიცი, მოიცა აბა ისაო. რა ვიცი, როგორ და ანაფორა ჩაგაცნო რა, მღდელიო, აი დიდი ჯვარიო, ეს თავი და სანთელი რა. არა, ეხა საახალწლო არ არის მღდელი ხო ხდებითო რაღაცა, მომიფიქრეთო რა, ჭყვიალა, თბილი, ტკბილი ისეთი. მეკობრეო, ბიჭო, აგერ მეკობრეო რა, გავამართლებთ ყველაფერს. კაი ჩექმებს ჩაგაცმევო, მაგ ხის ფეხზე, მაღალ ყელიანიო, ხის ფეხიო, ხმალს დაგაჭერინებ, თვალს. შეგიფუთავ და სამკუთხედი ქუდიო და ეგ არისო რა. აუ ბიჭო, არ არის ცუდი, აუ კაიო. არ არის ცუდიო, მაგრამ რა არის, ფიგურაო, როლი არის აგრესიულიო, მეკობრე, აი ახალი წელი და აგრესიულია. არა, კიდე რამე მომიფიქრეო. ეს დაიტანჯე უკვე რა. ეს არაო, ის არაო, თბილი, ტკბილიო, რაღაც ჭყვიალაო. კაროჩე, მომისმინეო ხეს ინება. აიღეთ დიდი ქილითო თაფლიო. და მაგმელო თავზე წაისი ბლომათო რა. ვა, მერეო ეგ ხის ფეხი მოიხსენიო. ცოტა მაგასაც წაუსიო და გაიკეთე უკან ტრაქშიო. მერე ვინ ვიქნები? და იქნები ჩუპაჭუპსი შენი დედა. რა გამიწერა? კარგი, ერთ უცებ გეტყვი რა, მოგლე. ავტობუსზე გამახსენდა რა, კიდე. ვაი, რაჭიდან მოდის ავტობუსი რა, სოფლის ავტობუსი, პაზიკი როგორი გაძეძგილია ეს. ის როგორ ეწყობა გზაში როა, თბილის კუტაი. ხალხია იმდენი რიგრიგობით სუდგავენ რომ არ გასკდეს პაზი რა, ძლივს დაკეტილი კარებია. ვიღაცა ვაშლი მოვა, ვიღაცას ხალი მოვა, გასაყიდ რაღაცა, ზღოლმა ძაღა ხო პაზიკი დევს ხოლმე ხან ვაშს გაუწია ხელი ხალი შეჭამა. ბიჭო რაღაცა გახადა ოტრია და მუცელში. სუდადა. არც არაფერი გაჩერებაც არ უწევს, არაფერი არ უწევს და ხო არ იწვის სუდადა ვარ ახლა ხათრის ამბავია და მანქანას რაღაცა უჭირსო, ხმა არ მომწონსო. არავინ არ ჩამოხვიდეთ, უცებ 10 წუთი შევარდები მანქანის ქვეშ, შევხედავ რაჭისო და გავაგზავნოთ გზაო. კი ბატონო, ვინმე კარებს არ აღებს, ვისაც წაო. და ეგრევე მოძუს გამა ბუჩქებში შევარდა. ახაი ხალხის ხო იცეს გაჩერდა, აირყა, მერყა ამას. არ ვიცი, რუჩნოის, რა ქვია, ქართულად არც ვიცი. ხელის ტორმუზი და მუხრუჭი და ვიცმა რომ ამოეწია და ამ ყანყალში ხელის ტორმუზი დაგორდა ეს ავტობუსი და ამა ხო შეხედა, ბიჭო, ამ ბუჩქებს ავტობუსი დაგორდა და ეგრევე ამოიწია შარვალი და მოსდევს ავტობუსს. და ეგ ტიპიზის ერთი რა, ნაგრაიღბლიანია, ჯერ პაზიკში ხო ყველგან ფანჯარა არისო, ეს ფანჯარასთან ზის. цали ხელი გადმოყოფილია და გახედა ეს გაჩერეთ ვიღაცა ყვირის და მან გადახვეწავი და ყველა მორბი ხარ ძმა არა გვაქვს ადგილი რა მძღოლი ვარ თქვენი ყველა მორბი ხარ მაგალითად ახალი ანეკდოტი გაიგე ხელის ტორმუზი ხელის მუხრუჭი ხელხრუჭა აჰა ხელხრუჭა აბა ბატონო გზა ბათუმში იყო ესეთი კაცი კოსტა წულაძე რა ო მაგარი კაცი იყო ო და კოლორიტი რა თვითონ მიამბო ესა მაყარში წამოვიდა ბათუმიდან თბილისში ბათუმელი გოგო გათხოვდა თბილისში და ეს არის თამადის მოადგილე და თამადა ბატონი დოდო აბაშიძე იმაზე გამახსენდა ვაზებით სმაზე და მოგლედ უბერას და რაღაცას რო იტყვის აი ჩვენ ნეფე პატარ ძალს გაუმარჯოს აბა ჩემო დურსუნ ostასეუნება შენთან არა ვალავერც უმიკროფონობის დროა და აბა შენიცი ახლა მან გააშუქე განავრცე და დალევს და ამან ეს შეცილა დაბალი იყო ცისფერთვალება და არ ვარ მე დურსუნი უთხრა მაგრამ იმარ ვერ გაიგონა თამადა ახლა ჩემო დურსუნ ადგა მშობლები სადღეგრძელო დურსუნ მე ვიცი როგორი მშობლები ყავს ჩვენს დედოფალს აჰა დალია არ ვარ მე დურსუნი გადავახვევ ერთი 10 ჯერ რო დამიძახავ მივედი ჭიქითო და დაბალი იყო და მაღლა დოდო აბაშიძეს უთხრა არ ვარ ბატონო დოდო დურსუნი მე აბა ვინ ხარ კოსტა მქვია ერთი მაგი შემოვტრიალდიო ასეო და დავფიქრთიო ბიჭო ვერ ვიყავი დურსუნიო სანამ არ დამიძახეს არ გავჩერდი
დოდო აბაშიძეზე უცებ გეტყვით რა დოდო აბაშიძე კარგი იპოლიტე ხვიჩა ეუდება თურმე ორი ბუმბერასი აცგასვენებული დოდოც და იპოლიტეს ხო ერთმანეთზე მეტი მაგრები სასაულები და იპოლიტე აბაშიძეებიო ვიხართო თქვენო ისტორიულათო გავყიდვლელი ვიყავითო ხალხსო ყიდიდით ადრე მონათა ბაზარზე ეს აბაშიძე დოდო ცონებული უსმენს აქ თავიდან ხო გაიცინა ერთხელ ორჯერ აღა მოვიდა მოუტრია და თურმე იპოლიტეს და შენაერები რო იყვნენ ვიდო ყიდით შენაერები გაკიდიდა კარგი ეხლა ჩვენ არა გვაქვს სასმელი არა გვაქვს ეხლა რა ვქნათ კულა გვაქვს მაგრამ უნდა ჩაუფინოთ ეხლა და ერთი სიმღერა და მე ისევ გავაგზავნოთ ანეკდოტები ბატონო ახლა ხო არის მიკროფონები მე ხوار უნდა ვიმღერო არა თქვენ უნდა იმღეროთ და მე გავაგზავნოთ აპლოდისმენტები ერთი გავამხიარულოთ იმიტომ რომ ასე ადგილად ვერ გაგიშვით ხო ამ სიმღერის წინ მე მინდა რაღაცა მოვყვე კი ბატონო მოგეც მე-6 კლასელი ბაღანა გურიაში პირველად დათვრა ადერსით. და ასე აქ ბუცელი გამერილი და მე ვიდა სახლში და ასე შევა. მამამ მკითხა, საიღაი? საიღაი. 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 საიღაი, საიღაი. Sabiqai, sabiqai. Sabiqai, sabiqai. Sabiqai. ასე ილაპარაკეს მამაშვილმა დილამდე სიტყვა არ უხმარი. ამ სიმღერაში წამოვიდა ეს სიმღერა. იდეა. შვენიერი ესე იგი მე ვფიქრობ რომ სანამ ბატონი ნუგზარი დაждდება დალევაზე უცებ მოგიყვებით რა თქმა უნდა ნამდვილის დავრჩით საიყაი აქამდე საიყაიას გაგრძელება როგორ ქუთაისური საიყაია შენ მოგიგვდი მე ადრე დავთავრდა სიმღერა ტრალი მოუყვანეს მამაშვილი სახში ფეხზე ვერ დგება ბავშვი მოყავთ რა შემოიტანეს და ეს ახლა მამას არ ესიამოვნა ახლა რა თქმა უნდა ახლა თან 15 წლის არასრულწლოვანი ამნაირ დღეში ტრალი უგონოდ
და ამოწია თავი ამან გაასწორა ფოკუსი და მამა იცნო. შეგენაცვალე მამა. როგორც მასწავლეს ზუსტად ისე მოვიკეციო. 17 რუმკა არაყი დავლიე კენტათო. ნიუბაჭულა თვალ გახედა მამამისა მე შედიდე და 17-მდე კენტიც მივი არ შეგვთან. საგათ მანამდე რო გაჩერებული ყავი. კარგია, ლევა საიყავიზე გავაგრძელებ მე. მოკეთ ისა, ვეფხვი მივიდა და ლომს უხურებს რა. არი, მაგის დედავადირე, რატო ხარო შენო ნადირთ მეფეო რა, ეს ტიტულიო, საი რატო? ასე ქვია, რატო? სამაზვანესი კი არა ვარ. არჩევნები იყო რა, არჩევნები დღეშიო და ამიჩიესო რა. უმრავლესობის ხმითო მომწეს ეს ტიტულიო. ეს კენი არჩევნები და კარუსელები ვიციო რა. მეგრე არ გამოვაო. აი კაცურათო რა, მე და შენო გავარჩიოთო რა. გავარჩიოთო ეხლა ლომია რა. უკანა არ მისცა. ხო როგორო, აი როგორო, ნუ ტყეში შევარდეთო, ვეფხვიუნეო. ტყეში შევარდეთო და 15 წუთიო. ვინც მეტ ნანადირებს გამოიტანსო, მეფეც ეგ იყოსო რა. კაცური სიტყვა არია და შევარდებიან ორი. ხმებისთვის რაღაცა ლომის რაღაც მე-7 მე-8 წუთზე გამოვიდა 20 ანტილოპა, 40 კურდღელი, ლოსი რაღაც ლოსი ისინი დაყარა ესენი ტახი-მახი რაღაცები და გაიხედა რეალიზმის ხეები ეკით ქანაოს და ნახევარ საათში გამოდის ვეფხვი. თვალი მოგლეჯილი, ზოლები წაშლილი, ყურის სისხლი მოდის და საიყავიო რა. საიყავიო. რა ხდებაო, საიყავიო. ამ ტარიელმა ხო გამიწვა. კარგი. აბა მიდი ბანანა. მიტუა მედის მიხოსთან. და ეუბნება რომ მიტუა პატარა მიხოს გაზრდილია. მიტოდ მიხო ერთი მეგონა. არა, მიტოს. მიხომ გაზარდა მიტუა ფაქტიურად. გასაგებია. შეგენაცვალე. მე რა ხდება? რო შამჭამეო, ცოლი მოვიყვანეო, ეუბნება მიხოს. ვინო, კაცო, ვინ მოიყვანეო, უჩემო და რა ცოლი მოიყვანეო შენ. აი ისაო, კაკოს გოგო, კაცო, რა გვარია აღარ მახსოვს. ნუ გამაგიჟე კაცო, ვინ მოიყვანეო? აი შენი მარო სოფლიდან რო არისო რა, კაკოს. გადეირება. ვინ მოიყვანე, კაცო, ეგო არ არისო, წესიერიო, კაცო. მაგასო მთელმა სოფელმა გადაუარაო. ვიცი, კაცო, ვიყავი სოფელშიო. მე არისო დიდი სოფელი. პატარა მოკლეს მოყვები. სვანს ეუბნებიან, რომელი გირჩევნიაო, ახალი წელი თუ სექსიო. კომბინირებული. სვანი პასუხობს, ახალი წელიო. ივად. რატო გაგიჟდები? უფრო ხშირად მაქვს და იმიტომ. გასაგებია. სეგზე ხშირად. კი ბატონო, მოყევით. ეხლა მე კლიპის სცენარს მოგიყვები. კი ბატონო. რადიოთი ხშირად იყო. აი, ჩემი სტუდენტობის დროს გურულები მღეროდნენ ვეფხის ტყაოსას. რა ხელა ვეფხის ტყაოსა? გურუს და გონებაში წარმოვიდგინე როგორ და გადავიღოთ ვიდეო ახლა ამ სიმღერას. კადრშია, ესე იგი, წიგნი. აწერია შოთა რუსთაველი. დაბლა ვეფხვის ტყაოსანი და შუაში ორმაგი გამოსახულებით მიქსერით 7 გურულიზის. ხო და ესე და გადაიწევა და იწება. ეია რომელმა შექმნა სამყარო ძალითა იტა ზეგარდ მოარს სული თაფნაზე წინმონაბერითა ორიელა ვარდილა ტირირირირირირ ორელა რანინა მე პეო გაგე პარე გამეზული რა სანტული ვარდილა Hey, wandila bella ranina. Cargia. Hey,
გასულდა ამბავი ვითასასის ბარი ამიცა მოდელადა კარგი ჩემო ლევან კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის მე მინდა აუცილებლად გაგატანოთ კულა ვიცი რომ დღეს აუცილებლად მოგიწევთ სუფრასთან მიბრძანება ამიტომ ჩვენ პარტნიორს დიდი მადლობა იბატონო აგერ ეს თქვენ ჩემო ძვირფასებო და საერთოდ დიდი მადლობა კულას კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს თქვენი სახელით ჩემი სახელით მიულოცო 2021 წელი გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და რაც თავარია კორონა მოიშოროთ საერთოდ და ყველა მიმღერა და მეც რო სიმღერით მიულოცო, ხო შეიძლება არა? ხო და მაშინ წავედით. ახლა წელს მშვიდობიან ლამაზ წელს მაყუთიან ლამაზ დღეს და ეს არის ბევრს მრავალ ახლა წელს მშვიდობიან ლამაზ დღეს და ბედნიერ დღეს და ეს არის თქვენ მრავალ ახალ წელს მშვიდობიან ლამაზ წელს და ბედნიერ დღეს და ეს არის თქვენ